ოპოზიციის როლი საპროტესტო აქციებში. რაც არ უნდა ეცადოს სახელმწიფო მანქანა, რომ რუსთაველზე მიმდინარე ეს უწყვეტი პროტესტი თუ სხვადასხვა ქალაქებში მიმდინარე ეს უწყვეტი პროტესტი წარმოაჩინოს რაღაც ოპოზიციური პარტიების პარტაქტივის აქციებად, ეს არ გამოუვა. იქ დგანან ადამიანები, ვინც თავიანთ თავზე და თავიანთ ოჯახებზე გამოცადებს, თქვა წინა ხელისუფლებების რაცა რეჟიმი და მართლა ის საშინელება რაც მაშინ ხდებოდა. ამის თქმა უკვე მორალურად შეურაცხყოფელიც კი არის მათგან განსაკუთრებით, ვინც მშვენივრად გრძნობენ თავს წლების განმავლობაში წინა ხელისუფლების წარმომადგენლებთან. ამ შემთხვევაში ოპოზიციისადმი ისეთივე ანტაგონიზმია პროტესტში მონაწილე ხალხის მხრიდან, როგორც ვთქვათ ხელისუფლების მიმართ რა რიგ საკითხებში, ანუ დიდი იმედი, ასე ვთქვათ, რომ რაღაცა ისინი იქნებიან ლიდერები ამ პროტესტში არ არსებობს და ხედავთ კიდევაც რომ ორგანიზებაში ფაქტობრივად არ აქვს წვლილი მათ უკვე მე რამდენი დღეა. ერთადერთი დადებითი რაცაც მე ვხედავ ეხლა რომ შეიძლება ოპოზიციურმა პარტიებმა გააკეთონ არის ის რომ ის რესურსები რაც გააჩნიათ მთლიანად არა თუ რაღაცა ძირითადი ნაწილი მთლიანად მიმართონ რეგიონებზე. გაყალბებული იყო ეს არჩევნები, მაგრამ მიუხედავად ამისა გამოჩნდა მაინც ის ტენდენცია რომ რეგიონებში უჭირს ოპოზიცია ზოგადად ოპოზიციურ აზრს რომ არსებობდეს, იმიტომ რომ ნაკლები არის ინფორმაციული დონე იქ და რაც შეიძლება რომ ეხლა გააკეთონ კოორდინირებით ერთმანეთთან ამ ოპოზიციურმა პარტიებმა ჩემგან როგორც ოპოზიციური ამომრჩევლისგან ეს არის დაკვეთაც მაგალითად და მოთხოვნაც რომ აიღონ მთლიანი თავიანთი რესურსი, გადაინაწილონ რეგიონები და გავიდნენ რეგიონებში